ერთი საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის სამთავრობო ნაწილებმა ცხინვალი ფაქტიურად კონტროლზე აიყვანა. Ათქონდა იმის დრო რომ რეკოგნოსცირება ჩაგუტარებინა წინასწარი ახალ დაზვერვა დაგაკეთებინა იმ ტერიტორიის სადაც მივდიოდით ეს ხო სპონტანურად ხდება რა კავშირგამოლებაც კი არ ქონდა ერთი ეს ხდება ეს უცებ რაღაც ნაუცხვადება და უცებ აი ეს ვიღაც ორი კაცი აიღეთ და ქვიან გეგმაზე მოგწეს რაღაც ადგილი და მივდივართ იქ რომ ჩვენი პოზიცია დავიკავოთ აი წარმოვიდგინეთ როგორი მდგომარეობაა რა ზღვის ნაპირთან დადგეთ მოგიტანთ ფიცრები გითხრანო ეს ნავი უნდა ააგოთ თქვენ წინააღმდეგ მოდის ხომალდი და სადაც შეხვდებით როგორი აგებული ნავის გეყოლებათ ისე უნდა ამ ორ ფრაზაში ჩანს ყველაზე უკეთ როგორ იყო დაგეგმილი და როგორ ხორციელდებოდა აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებები თუმცა სანამ ამ ქაოტურ მდგომარეობამდე მივალთ ანუ მდგომარეობამდე რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სპონტანურს და ნაუცფათევს უწოდებს ხოლო გენშტაბის ყოფილი უფროსი ნახევრად აგებულ ფიცრულ ნავს ადარებს ხომალდის წინააღმდეგ პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას როგორ მივიდა ქვეყანა ამ მძიმე რეალობამდე დიახ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში ეს აღიარება სააკაშვილმა 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში საპარლამენტო კომისიაზე გააკეთა, რომელსაც მაშინ პაატა დავით აია ხელმძღვანელობდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა საგამოძიებო კომისია. ყველა დეპუტატი, რომელიც გამოდიოდა, იძახოდა, რომ მოთხოვნა იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციის მხრიდან. და ეს იყო უმცირესობის პოზიციაც, მაგრამ იცით თქვენ, როდესაც უმცირესობის პოზიცია ვერ თუ არ არის ხარდაჭერილი უმრავლესობის მხრიდან უმცირესობის პოზიცია რჩება პოზიცია. რამაც მაშინ გარკვეული ეჭვები წარმოშვა. ეს სხდომები უბრალოდ პიარის ნაწილი ხომ არ იყო, რომლის მიღმაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისტორიის შეცვლას, საკუთარი პასუხისმგებლობის მიჩქმალვას და შედეგების სამხედროებზე გადაბრალებას ცდილობდა. როგორც ჩანს, მათ მაშინაც იმ ფაქტების გამოაშკარავების ეშინოდათ, რისიც დღეს, რომელსაც პარლამენტში ამჯერად საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით სწავლობს. რატომ არის ერთ-ერთი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ერთ-ერთი თემა ომის თემა? ეს ომი არის უდიდესი ტრაგედია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ამ ომში ძალიან ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. რომ ვიცოდეთ, სად დაუშვით შეცდომები, რომ ვიცოდეთ, ვინ ჩაიდინა დანაშაული თუ ასეთი არსებობს. ომის შემდეგ პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილმა და ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტეს, რომ მთელი ცოდვები ომში დაშვებული შეცდომების გამო აეკიდებინათ ქართული ჯარისთვის. იყო შემთხვევები, როდესაც ომში მონაწილე ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ასრულებდნენ თავის მოვალეობას, იქნენ უბრალოდ დახვრეტილი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ან და შემდეგ ზოგიერთ შემთხვევაში გვამისი მიცვალებული საერთოდ ზღვაში იქნა გაყვანილი და გვამი გადაგდებული. 2008 წლის ომამდე სააკაშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხული პირების შვენებებითაც დასტურდება. ისტორია 2004 წლიდან იწყება. ეს ის პერიოდია, როდესაც ქართული, რუსული და ჩრდილოეთოსური სამმხრივი კომისია გაეროს ჩართულობით ცხინვალის რეგიონში სიტუაციას ერთობლივად მართავს. ვითარება სტაბილურია. ქართულ მხარეს ცხინვალში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა და მისი მოადგილე გია ვოლსკი წარმოადგენენ. სწორედ ამ პერიოდში 2004 წელს სააკაშვილი მის მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად მოსკოვში მიანგზავრება პუტინის მიერ ორგანიზებულ დოღზე. რუსული წყაროები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ სააკაშვილი პუტინთან სამაჩაბლოში არსებული ვითარების განხილვასაც აპირებდა. მის დელეგაციაში იყო სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა და პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში გელა ბეჟუაშვილი. სიტყვით გეუბნებით, რა თქვა სააკაშვილმა, იქ მანქანაში ვზივარ. პუტინმა მითხრაო, ნახეო როგორ აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად და კარგად გადაწყდაო, ხო ნახეო ყველაფერი ისაა. ამიტომ თუ ჩვენ ურთიერთობებს ისე დავალაგებთ როგორც საჭიროაო, მინდა გითხრათო, რომ ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო. ზუსტად აი ამ ურთიერთობებით, მეგობრობით და ასე. ოღონდ ერთი რამე მინდა გითხრათო, რომ ამას დრო დაჭირდებაო დაახლოებით 1 წელიო. სიჩუმეა მანქანაში. და ბეჟუაშვილი ეკითხება, მე შენ რას ფიქრობ, რის 1 წელიო კაც, სად არის 1 წელი? მაგას დავალაგებთ ეხლავეო, დავბრუნდებით.
აღნიშნული საუბარი პუტინსა და სააკაშვილს შორის 2004 წლის ივლისის პირველ კვირას გაიმართა. პარალელურად ივლისის თვეში ცხინვალში სამმხრივმა კომისიამ, რომლის აბრევიატურაც SKK იყო, გარკვეულ წარმატებას მიაღწია მოლაპარაკებებში, რასაც მხარს დასავლეთიც უჭერდა. შეთანხმება შედგა და ბრიუსელიდან დაფინანსდა კიდეც ქართულ-ოსური საერთო პროექტები. 20 ივლისს უნდა ჩამოვიდნენ ცხინვალიდან დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და ხელი უნდა მოვაწეროთ კი არა. მოწერილია უკვე ხელი. ბრიუსელის გადაწყვეტილება მიღებულია, ცხინვალში ხელი მოწერილი აქვს, პროექტები დამტკიცებულია, მაგრამ ჩვენ ვაწვევით, რომ თბილისიდან უნდა აინთოს მწვანე შუქი. სიმბოლური ცალი. და ამ დროს 15 ივლისს, ზუსტად 15-16 არ მახსოვს, ოფიციალურად ჩამოსულები საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი პოპოვი მონაწილეობს ამ სქემაში, მოლაპარაკებათა ფორმატში და ევნევიჩი. რუსეთის სახმელეთო ჯარების სადლის მოადგილე, რომელიც ამ პროცესშიც ჩართულია გარკვეულწილად. და ამავე დროს რაც მთავარია საქართველოსთან რუსეთის ჯარების გაყვანის ოპერაციას ხელმძღვანელობს. ეს იყო დიპლომატიური მანქანა და ой საოცრებაო შემთხვევით აბსოლუტურად ამ მანქანაში აღმოჩნდა ნატაშა რატიანი, რომელიც იყო იტარტასის სპეციალური კორესპონდენტი. ყველას გვახსოვს, რომ აჩერებენ მანქანას, შემოარტყეს ალყა ვიღაცეები და ეს რატიანი ყივის იქიდან და მანქანიდანვე გადასცემს მთელ მსოფლიოს. რომ ესე ბანდიტები დაესხნენ თავს, არის სამხედრო პოლიცია ამ დროს. კალდე გუხტი ამ დროს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრია, გამოდის მეორე დღეს, კვირა დღეა. საქართველოს დაარღვია ვენის კონვენცია და მოკლედ მუშტების დარტყმით და ოსებმა დარეკეს და გვითხრეს, რომ ვეღარ ჩამოვართ ჩვენ. დიდი რვიანი უნდა შემდგარიყო და პეტერბურგში შეხვდნენ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს ბუში და პუტინი. დღის წესრიგში შედიოდა საქართველოს საკითხი. მაგრამ ამის გამო რუსეთის ხარემ პეტერბურგის დღის წესრიგიდან ამოიღო საკითხი საქართველოს შესახებ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ერთის მხრივ ჩვენ რასაც უყურებთ, ამერიკელი იყო, გერმანელი და ფრანგი, რასაც ეუბნებოდნენ, ის ჩვენ თანდასწრებით ერთი იყო, მაგრამ საღამოს ისე ფიგურალურად თუ ამბობ, რაღაცა ძალა მე არ ამჯერა, რომ სააკაშვილი არ უჯერებდა, რასაც ეუბნებოდნენ უცხოელი პარტნიორები. რაღაცა მეორე დღეს იცვლებოდა აბსოლუტურად სხვა პოზიციით გამოდიოდა. იგივე პროვოკაციული ქმედებები ხორციელდებოდა აფხაზეთის მიმართულებითაც. 2006 წლის 15 მაისს შამბა მთელი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებით ჩამოვიდა თბილისში. წავედით გაეროს მისიის ოფისში, ხელი მოვაწერეთ იმას, რომ ჩვენ შევქმნით ეკონომიკურ საბჭოს ერთობლივს და ანალოგიურად ცხინვალის პროექტებისა გავაკეთებთ ქართულ-აფხაზურ პროექტებს. ქუჩებში დავსეირნობ, ჩარდენზე გავედით, იქ შემთხვევით დათო მაღრაძე შეხვდა, მეუთხარი, ეს ჩვენი ჰიმნი ამან დაწერა, შამბამ უთხრა, რომ ერთი ჰიმნი როდის გვექნება, რაღაც ეგეთი სიტუაცია. ველოდებით, რომ ვინმე მოვა რა, პირადად სააკაშვილი არ მოვა, მაგრამ ვიღაცას გამოგზავნის, ხო? სააკაშვილი მიდის სენაკში და სამხედრო ბაზაში, რომ აგრესიული სიტყვით გამოდის. ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი გეგმები ამ შემთხვევაშიც ჩაიშალა. პარალელურად კი სააკაშვილის რიტორიკაში უფრო და უფრო იმატებს მილიტარისტული ტონი. 2006 წელს პარლამენტში ის იტყვის: გახსოვთ, რაღაცა დიდი ხანი აღარავინ აღარ ამბობს, რომ საქართველოს დაბომბოს. იცით რატო აღარ ამბობენ? დაგბომბავენ და კარგ ჩიცად დაიჭერენ და კარგათაც მოხდება ცხვირში. ლაგატკების სროლელი მინისტრები ჩაბარდა წარსულს. ეხა არის ოქრუაშვილი აქ, რომელიც ცოტათი უფრო სერიოზული პოლიტიკის გამტარებელია. ამის პარალელურად კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მომხრე ჯგუფები გოგა ხაინდრავასა და გია ვოლსკის სახით გათავისუფლებულები არიან თანამდებობიდან. პროცესებს კიდევ უფრო ძაბავს სააკაშვილისა და თავდაცვის მინისტრის განცხადებები. ირაკლი ოქრუაშვილი მე გაძლევ ჩემ პრეზიდენტის სიტყვას დარჩება თავდაცვის მინისტრად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. მე არ მიყვარს სიტყვების საერთაშორისო მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად 2007 წლის 1 იანვარს სახალხოს შეხვდებით ცხინვალში. ესოდენ პროვოკაციული განცხადების შემდეგ პარალელურად დაიწყო მოქმედებები კოდორის ხეობის მიმართულებითაც. ფოლოს პოლიგონზე ყავს გადაყვანილი ოქრუაშვილს
მთელი შეიარაღებული ძალები სწავლებაზე თავდაცვის სამინისტროსი. და ყველა მანქანას მეუბნება რომ კოდორში აპირებდნენ წასვლას. მე ვუთხარი რა უნდა კოდორში გას. ეს იძახის რომ ცხინვალში უნდა ვიყო ახალწელსო და კოდორში რა უნდა თქვა, ასე ვერ დაგსაქსავს ჯარებს, ვერ ვიჯერებთ. სააკაშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, კერძოდ ოქროაშვილს და ვანო მერაბიშვილს ქონდათ მიღებული გადაწყვეტილება უკვე, რომ იქ უნდა შეეყვანათ ჯარი, მთელი საჯარისო განაყოფები. კოდორის ხეობაში 2006 წელს ოქროაშვილი ჯარით შედის, საიდანაც განდევნიან ხეობის მცველებს. რაზმი მონადირე იშლება, ხოლო ემზარკვიციანს დევნიან. კაიროს გენერალური მდივნის მოხსენებიდან ვლაპარაკობ, ეხლა არავითარ ჩემი ინფორმაცია არ არის. ეუბნებია რომ არ შეიძლება ეს დარღვევაა შეთანხმების. და ატარებენ შეხვედრას გივი თარგამაძესთან. გივი თარგამაძე პასუხობს, კაიროს გენერალური მდივნის მოხსენებაში დევს. არა, ის ჩვენ აქედან ჯარს არ გავიყვანთ, იმიტომ რომ ეს არის პლატფორმა, საიდანაც 5 წუთში შეგვიძლია მივწვდეთ სოხუმს. და დაამთავრდა ქართულ-აფხაზური ხაინდრავაში. 2006 წლიდან, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის მიმართულებით სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. ჰაიდი ტალიავინმა ომის შემდეგ 2008 წელს ჩაწერილ ინტერვიუში თქვა: იმის მაგივრად, რომ მდგომარეობის დამშვიდების მცდელობები ყოფილიყო, ადგილი ჰქონდა ერთგვარ პინგ-პონგს რიტორიკაში. არც თუ მეგობრულ რიტორიკაში, რომელმაც შეუწყო ხელი მდგომარეობის ესკალაციას. სააკაშვილი არ წყვეტს მილიტარისტულ რიტორიკას. პირიქით, 2007 წელს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს პარლამენტის ტრიბუნიდან ამბობს: ჩვენ გვყავს უკვე მაღალი დონის არმია, კარგი აღჭურულობით, მომზადებით, შემართებით და ბრძოლის უნარიანობით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ერი მზად არის მიიღოს ნებისმიერი გამოწვევა, რომ ჩვენ თავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის გაერთიანება მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში. სწორედ ასე და ამგვარი რიტორიკით მივიდა ქვეყანა 2008 წლის აგვისტომდე. საგამოძიებო კომისიაზე გაისმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რაც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მოქმედებები ქაოტურად ხორციელდებოდა და სრულად მოშლილი იყო მართვის ცენტრი. სამხედროები კი ფაქტობრივად იმპულსურად მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეწირებოდნენ. მაგალითად 2008 წლის 7 აგვისტოს დილით თავდაცვის სამინისტროში თათბირი ჩატარდა, სადაც სამოქმედო გეგმა განიხილეს. ლაშა ქოიავა, რომელიც 2008 წელს საველე ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა იხსენებს. ვანო მერაბიშვილმა თქვა ეგეთი ფრაზა: თუ რამე ფუჭდება, მოდით გავაკეთოთ ისე, როგორც სამხედროები ამბობენ. რაზეც კეზერაშვილმა მოუპასუხა, რას ამბობ, ვანო, რასაც ვეტყვით, იმას გააკეთებენ, რაც ცოტა არ იყო და შეურაცხყოფელი რაც ის იყო გამონათქვამი და გოგავამ თქვა, როგორც პოლიციას უნდა, ისე იქნება. ეს ფაქტობრივად სამხედრო მოქმედებების სადავეების პოლიტიკოსებისთვის გადაცემას ნიშნავდა. მართლაც, ცხინვალის მიმართულებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაუშვეს. როგორც შალვა ჯანაშვილმა თქვა, გეგმაც კი არ იცოდა სრულად. გზაც აერია და დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. შედეგად მოუწია ნიქოზისკენ ასვლა. მას კი ტელეფონით ბრძანებებს ვანო მერაბიშვილი აძლევდა, ნაცვლად გენშტაბის ხელმძღვანელისა. ცოტა ხანში მერე დამირეკა მინისტრმა და შემეკითხა, რომ რა შევით სადახართო. კოლონას ვაწყობ ისე თავიდან მეთქი რაღაცა და დროს შეგვით ქალაქშიო რა. ქონდა თუ არა უფლება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გასცემს ბრძანებას, რომ ვინმე, ამ შემთხვევაში მისი მოადგილე შევიდეს ცხინვალში. შუალედური რგოლია ჩვეულებრივად, ჩემგან აქეს და შეუძლია ამის გაკეთება. მას ივეცნეს, რომ დაუკავშირდეს შალვა ჯანაშვილს და თქოს, რომ მისი დამოცანა ესე იცვლება. თქვენ დაავალეთ პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომ გაეცნო. გამშენობა აქვს ჩემთვის, მე ნებისმიერ ადამიანს შემიძლია ნებისმიერი კუთხით გამოვიყენო. ერთი, რომ რთულად დასაჯერებელია ზაზა გოგავა, რომელიც მთელი მისი კარიერის განმავლობაში ვანო მერაბიშვილის კადრი იყო და მოულოდნელად გახდა გენერალი, მერაბიშვილს ბრძანებებს რომ აძლევდა. და მეორე, ეს მაშინ, როდესაც მას ოფიციალურადაც კი არ ჰქონდა ამის უფლება. გენშტაბის უფროს ყველა ძალოვანი დანაყოფი მხოლოდ ომის გამოცხადების შემდეგ ემორჩილება. რადგან ეს ეპიზოდი 8 აგვისტოს ეხება, სააკაშვილმა კი საქართველოს ტერიტორიაზე ომი 9 აგვისტოს ბრძანებულებით გამოაცხადა, გოგავას იურიდიულადაც არ ჰქონდა უფლება რამე ებრძანებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, მით უმეტეს მინისტრისთვის.
ხოდა საფუძვლიანი ეჭვია, რომ სამხედრო მოქმედებებს ცხინვალის მიმართულებით სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი კურირებდა რეალურად. ესე პირდაპირ ეთერში გვიხსნიდნენ მაღალი თანამდებობის პირები, სად რა განლაგება იყო, საიდან იყო შეტევა ერთ-ერთ ესეთი გვახსოვს ყველაზე რუკაზე რომ ხაზავდა პირდაპირ იყო შოთა უტიაშვილი შინაგან საქმეთა კატასტროფული შეცდომა. ბატონო, კატასტროფული შეცდომა. შეცდომა თუ ღალატი ეს ძიების საგანია, როდესაც მტერი პირდაპირ ეთერიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან იგებს ქართული დანაყოფების ადგილმდებარეობას. თუმცა საინტერესოა, თუ ამგვარი გავლენა ჰქონდა ზაზა გოგავას ვანო მერაბიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რატომ არა უგრძალა უტიაშვილს ტელევიზიებთან კომუნიკაცია მსგავს საკითხებზე? გამოდის რომ არის რაღაცეები, რასაც ვერ აქცევებურად არის. გამოდის არ ესეა რა. ისე ჩანს თითქოს ყველა საეჭვო გადაწყვეტილებას, რომელსაც მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირები იღებდნენ, რამაც ფატალური გავლენა იქონია ომის მიმდინარეობაზე. დღეს საგამოძიებო კომისიაზე ფორმით გამოცხადებული ზაზა გოგავა იღებს თავის თავზე, რადგან იცის, რომ მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და არა სამხედროებზე, რის გამოყენებასაც ბოროტად ცდილობს. აი კიდევ ერთი ფაქტი. კეზერაშვილმა გასცა ბრძანება, რომ მეოთხე ბრიგადა, რომელიც იყო გაშლილი და შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, შეტრიალებული იყო 90 გრადუსით და შესული იყო ცხინვალში. ეს უდაოდ რაღაც აბსურდული ბრძანება იყო და ბრძანება იყო თუ მოთხოვნა იყო. ბრიგადა იშლება საბრძოლო წესით. იმისთვის რომ ის მოტრიალდეს 90 გრადუსით, მას 5 წუთი და 1 საათი შეიძლება 2 საათიც არ იყოს. მართალია თუ არა, რომ თქვენი ბრძანებით ან კიდევ რომელიღაცა გაუგებარი პოლიტიკოსის ბრძანებით მეოთხე ბრიგადამ მიიღო აღარ გააგრძელო. მიიღო შემოbrunების ბრძანება. მარცხენა ფლანგზე მისული იყო საცეცხლე ზღუდეზე ცხინვალთან და მხარდაჭერა გაეკეთებია საცეცხლე. და მან ეს შეძლო. როგორ შეძლო? ეს კიდე საკითხავია. ვერ შეძლო თუ შეძლო? ამის ვერ შეძლო. გოგავა იღებდა თავის თავზე ისეთ ბრძანებებს, ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა. არა იმიტომ, რომ ეს არ იყო გაერთიანებული შტაბების სარდლის უფლებამოსილება, არამედ იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით ყველამ სააკაშვილის ხელისუფლებაში როგორ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. იქ ვანო მერაბიშვილი, რასაც იტყოდა, იქ კეზერაშვილი, რასაც იტყოდა, ის იყო ბრძანება ნებისმიერი გენერლისთვის, ნებისმიერი შტაბის ხელმძღვანელისთვის. ახლა კი კვლავ საომარ მოქმედებამდელ პერიოდს, კერძოდ აგვისტოს პირველ დღეებს დავუბრუნდეთ. ვითარება ცხინვალის რეგიონში დაძაბულია. თითქმის ყოველდღიურად ისმის გასროლის ხმები. როგორც გენერალი ყურაშვილი აღნიშნავს, 1 აგვისტოს მისთვის უკვე ცნობილი ხდება, რომ ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. როდის გახდა თქვენთვის ცნობილი, რომ ცხინვალმა დაიწყო ევაკუაცია? 1 აგვისტოს. ცხინვალიდან ხალხი გაყვანილია. ქართულ სოფლებზე შეტევა მიმდინარეობს მსხვილკალიბრიანი იარაღით. არის ინფორმაცია, რომ ქეთს მიღმა რუსული წვრთნებიდან ბაზებს არ დაუბრუნდა მძიმე ტექნიკა და სახმელეთო ჯარი. ისინი როკის გვირავთან ახლოს არიან განლაგებული. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პროვოკაცია მზადდება. ინფორმაცია უნდა ჰქონოდა გენშტაბს, შესაბამისად სააკაშვილს და შესაბამისად მის მინისტრთა კაბინეტს. თუმცა ნაცვლად სიტუაციის ნორმალიზების მცდელობისა, სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში თემურ იაკობაშვილი ომამდე რამდენიმე დღით ადრე ჯერ იტყვის. შემთხვევაში თუ რუსეთი დაეხმარა, მაგრამ თქვენ ამას გამორიცხავთ. რუსეთის დახმარება რა უნდა გამოხატოს? ნეშოპალას გამოგზავნით? უფლებების დაცვა. იარაღის გამოგზავნა. იარაღი იცით რამდენია? ადგილი აღარ აქვს შესანახად. ნეშოპალას გამოგზავნიან, რა ქვია იმათ, დაბრაულზე. რთულია დაიჯერო, რომ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. რთულია დაიჯერო, რომ უბრალოდ იდიოტიზმმა სძლია და ეს მიზანმიმართულად გაკეთებული განცხადება არ იყო საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ყურაშვილის თქმით, 7 აგვისტოს თემურ იაკობაშვილი ბრიფინგზე ამბობს. ესეთი მდგომარეობა დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს. შეხვედრა იქნება ორმხრივ ფორმატში. არაფერი კაკა, ეს კაკა თუ სხვა კაკა. ამაზე საუბარი არ არის. იქ სადაც საქართველოს ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, თავის იურისდიქციას ვერ ანხორციელებდა SKK-ს მეშვეობით. რეალურად ამბობს, რომ არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნებო, ამას ამბობს მინისტრის შერიგების საკითხებში, ხო? თუ როგორც ურავი პასუხი აქვს, SKK რას ნიშნავს? ეს არის მასხატ აღმოჩათაგდება.
ეს ფაქტობრივად სამშვიდობო შეთანხმებიდან გასვლას ნიშნავდა და შეუძლებელია მსგავსი განცხადება სააკაშვილთან არ ყოფილიყო შეთანხმებული. პოლიტიკური თანამდებობის პირები ყოველი ახალი ნაბიჯით თითქოს მიზანმიმართულად ამწვავებდნენ ისედაც დაძაბულ ვითარებას. ეს ყოველივე თითქოს გავდა ომამდე უკუთვლას, რასაც აჩქარებდა ნაცრეჟიმის ალოგიკური გადაწყვეტილებები და წინასწარ შედგენილი გეგმის უგულებელყოფა პოლიტიკოსების იმპულსური ბრძანებებით. 7-დან 8 აგვისტოს საღამოს და ღამეს არაფერი არ მომხდარა? საბრძოლო მოქმედებები არ უნდა დაწყებულიყო. რასაც ფაქტობრივად ადასტურებს გენერალი გოგავაც. 7 აგვისტოს საღამოს მისი თქმით თათბირზე გადაწყვიტეს, რომ ესკალაცია ფაქტია. ეს თქვით რომ ესკალაცია. რაღაცნაირად ამას უნდა ასე თქვათ, მოთმინებით უპასუხოთ. მაგრამ დაიწყო საარტილერიო დამუშავება ცხინვალის. როდის? ეს იყო 7 აგვისტოს 23 საათსა და 42 წუთზე. სამხედრო გეგმით ეს გათვლილი არ იყო, იმიტომ რომ ცხინვალში სამხედროების შესვლაც არ იყო გათვლილი. კი ბატონო. გამოდის რომ გეგმები უეცრად შეიცვალა. ცვლილების ავტორი კი სააკაშვილი იყო. და 12-ს რომ აკლია წუთები, გირეკავთ უმაღლესი მთავარსარდალი თქვენ. და რას გეუბნებათ? რომ მიიღეთ ზომები, ჩაახშოთ საცეცხლე წერტილები. ქართულმა წარმომადგენელ სტრუქტურებმა გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს მთელ რეგიონში. ეს განცხადებაც კითხვებს იწვევს. საცეცხლე წერტილების ჩახშობა სხვა მასშტაბის ოპერაციაა. რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას მთელ ტერიტორიაზე, ეს უკვე ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებას ნიშნავს. ეს განცხადება რო გააკეთეთ, მე ხომ არ გისაყვედურათ ვინმე, ასე რატომ თქვიო? კი, რა თქმა უნდა. ვინ გისაყვედურათ? სააკაშვილმა ბრიყული განცხადება იყო თუ რაღაცა. ბრიყვი გიწოდათ. ბრიყულ განცხადებებს ბრიყვები აკეთებენ. ხართ ბრიყვი? არა, ნამდვილად არა ვარ. მაშინ რატო გიწოდათ ბრიყვი უმაღლესმა მთავარსარდალმა? კითხეთ მას, არ ვიცი. გენერალმა გოგავამ თქვა, რომ მან მთავარსარდალისგან მიიღო დავალება, რის შემდეგაც გასცა ბრძანება, რომ ცეცხლი უნდა გახსნილიყო 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. თუმცა დაახლოებით 10 წუთით ადრე აკეთებს განცხადებას გენერალი ყურაშვილი, რომ დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაცია. აქ შეუსაბამობაა ორი გენერლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის. დროის შეუსაბამობიდან გამომდინარე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ შესაძლოა ყურაშვილს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ სულაც არ გაუკეთებია განცხადება თვითნებურად და ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან მოდიოდა. ხოლო როდესაც პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ ამ განცხადებას შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაემძიმებინა, ყველაფერი ყურაშვილს გადააბრალეს. ისევე როგორც დანარჩენ სამხედროებს აბრალებდნენ დანაშაულს და ჰააგის ტრიბუნალისთვის წირავდნენ, რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლება. ეს გარკვეულწილად ყურაშვილმა ჯერ 2013 წლის ინტერვიუში აღიარა, შემდეგ კი მოქმედ კომისიაზე დაადასტურა. ამავე ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ უნდათ თქვენზე გადმოებრალებიათ ომის დანაშაულები პრაქტიკულად. რას გულისხმობთ, ვის უნდა თქვენზე გადმოებრალება? მარცხის, ჯარისკაცების მსხვერპლის ალბათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თელობა. ვინ არიან ეს პოლიტიკური ხელმძღვანელები? გვარი სახელები არა აქვს? ნუ არის სულ ყველა და არ ვიცი. პოლიტიკური ხელმძღვანელები ვიცი მე პარტიის თავმჯდომარის ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი იყო სააკაშვილი. კონკრეტულ ინტერვიუში გავაზიარე. ყველას რაღაც მოლოდინი ჰქონდა, რომ 2000 კაცი არის დაღუპული და უნდა მოსულიყო ჰააგა და ამ ყველაფერზე კანტოზირებულ გენერალს უნდა იყო პასუხი და ეს თელობა ჰქონდათ, იმიტომ რომ ორს არავინ არ იტყოდა ეხლა მე თუ ჩემს ყავს გამოაკრა ჰააგაში. სწორია. ისე ჩანს, რომ სააკაშვილი და მისი ამფსონები ომს ერთგვარ PR კამპანიად აღიქვამდნენ და შესაბამისად იძლეოდნენ ბრძანებებსაც. ამის შედეგად დამდგარ ტრაგიკულ შედეგებს კი სამხედროებს აბრალებდნენ. საბრძოლო მოქმედების დაწყების მომენტი დილის 6 საათი 8 აგვისტოს ვერ შედგა, იმის გამო რომ ისე მოვიდა რაღაც გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავეწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს. ბოლოს ჩამოვიდა რაღაც სატვირთო მანქანა რაღაც იმებით. მიტინგისთვის საჭირო რაღაც ნივთებით, რაღაც ტრიბუნით, რაღაც დროშებით რაღაცა. და საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7 თუ 8 საათის დაგვიანებით. თქვენთვის ეს ცნობილია?
მოტანილი იყო ეს დროშები და ეს ადგილი ნანახი მაქვს ხა იმისთვის იყო რა განის ვარო გეუნები. ადგილას გაქვთ ეს ნანახი. გორი არის ეს. სააკაშვილის ბრიფინგი რო უნდა ჩატარებულიყო, ამაზე აეწყო მთელი საბრძოლო მოქმედებების გეგმა, უბრალოდ გადაეწყო და სხვა ყველაფერი იყო უკანა ხაზზე. ეს იყო მიზეზი, რასაც მოჰყვა ადამიანთა გაუმართლებელი მსხვერპლი, როგორც ჯარისკაცებში, ისე მშვიდობიან მოქალაქეებში და ეს იყო მიზეზი, რის გამოც პრაქტიკულად 2 დღე ნახევარში ომი იყო დამთავრებული. ზუსტად 2 დღე ნახევარში საბრძოლო მოქმედების დაწყებიდან სააკაშვილმა ჩაატარა ბრიფინგი, სადაც თქვა, რომ ის ცალმხრივად წყვეტ საბრძოლო მოქმედებებს. ერთია რომ მაშინდელი ხელისუფლების იმპულსურმა და უგუნურმა გადაწყვეტილებებმა სამხედრო გეგმა ჩაშალა, ჯარისკაცები ფაქტობრივად ბედის ანაბარა მიატოვა, გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი. ხოლო მეორე და ყველაზე მძიმე ამ ისტორიაშია ის, რომ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსახლეობის ევაკუაციაზე. რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა? რატომ არ გახორციელდა ევაკუაცია? რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც გამოთქმული იყო მაშინ. მე დასკვნა ის მქონდა და დღესაც იგივე მაქვს. გაიმეტეს მოსახლეობა. შემდეგ 6 აგვისტოს ჩემთან შემოვიდა ხეობაში გუბერნატორი შიდა ქართლის რწმუნებული ბატონი ლადო ვარძელაშვილი. დილით 7-შიო, გელოდები გორშიო, 8 საათზეო, მანქანები დაგხვდება დატვირთულიო, პროდუქტი დატვირთული, ფქვილით რაღაცა. და სახურავის მასალებით დატვირთული მანქანები, რომლებიც უნდა წამოიყვანო ხეობაში, გზის ჩაკეტვის შემთხვევაშიო, რომ ჩაიკეტოს, რომ მარაგი გქონდეთ. ეს ადასტურებს, რომ ხელისუფლება 6 აგვისტოს, მაშინ როდესაც ქართული სოფლები პერიოდულად იცხრილება და როკის გვირაბთან რუსული ტანკები იცდიან, არც კი უშვებს, რომ მოსახლეობა სოფლებიდან გაიყვანოს, გააფრთხილოს. მით უმეტეს ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ამ სოფლებიდან საევაკუაციო ერთადერთი გზა შესაძლოა მალე ჩაიკეტოს. და მაინც ისინი ევაკუაციაზე არც კი ფიქრობენ. სოფლის მოსახლეობის საჭირო პროდუქტებით მომარაგებაზე საუბრობდნენ ავნების გამგებელთან. არაფერს არ მეუბნეოდნენ არც ევაკუაციაზე, არც არაფერზე. აბსოლუტურად ესეთი რამე არ იყო. შევათანხმებთ, გადავცემთ. 6-ში ისეთი ამბავი იყო, მთელი ღამე, რომ მე დილით ვეღარ მოვახერხე გორში ჩასვლა. ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ ვარჩიე, რომ გორში ჩასვლას და პროდუქტების ამოტანას გამეკეთებინა იქიდან ევაკუაცია ბავშვებისა და ქალებისა. მხოლოდ პოლიტიკური ნება იყო საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა. უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხომ კიდევ უფრო ადვილი იქნებოდა ის, რაც ერთი ზარით, ერთი სოფლის გამგებელმა მოახერხა მოსახლეობის გადასარჩენად. წითელი ჯვრის ოფისები იყო, ცხინვალშიც იყო, გორშიც იყო. და ვთხოვე, რომ იქნებ შემოსულიყვნენ, რომ აი ეს კოლონა რო დაიძრებოდა, ბავშვების კოლონა, რომ არ ესროლათ და რაღაცა შეთანხმება მომხდარიყო. წითელი ჯვარი შემოვიდა და დაიძრა ეს კოლონა, დაიძრა და გამოვიდა. კოლონა, ეს ბავშვები და ქალები გამოვიდნენ და დაიკეტა ის გზაც. უფრო მეტიც, 7 აგვისტოს გორში სააკაშვილიც იყო ჩასული. დაჭრილები მოინახულა, ფოტოები გადაიღო. კამერის წინ იპოზიორა და მის გვერდით მყოფ სამშვიდობო ჯარების ხელმძღვანელს არც კი დალაპარაკებია ცხინვალში არსებულ ვითარებაზე. გასაუბრება, მოხსენება, ან რა დღეში ვართ, რა სჭირს ჩვენ სამშობლოს, რა ხდება, მითხარი მამუკა, ასეთი საუბარი არ ესეთი რამე არ ყოფილა. არც სამხედრო წესით ფორმალიზებული საუბარი, დიალოგი არ შემდგარა. მისგან ეს ინიციატივა არ ყოფილა. ეს უკმაყოფილობის ის ქონდა. დაგრჩათ უკმაყოფილების განცდა. რატომ არ გააფრთხილეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ომი გარდუვალი იყო და გამოსულიყავით? თუ თვითონ არ გამოგვიყვანენ, ჩვენ ხო შეგვეძლო ჩვენი ძალით გამოსულიყავით. მათ სასწორზე დამადებინეს შვილისა და მამის სიცოცხლე. იძულებული გავხდი ორიდან ერთ-ერთი ამ მომერჩია. მაპატიოს მამა ჩემი სულმა და მაღალმა ღმერთმა, რომ შვილის სული ვარჩიე და მამა ვერ გამომიყვანე. დღემდე ტვირთად მაწევს ეს. ამ მძიმე ისტორიის მიღმა კიდევ უფრო მძიმე დანაშაული შეიძლება იმალებოდეს, რომელიც სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელ გენერალ ყურაშვილისთვის საბრძოლო მოქმედებების
მიმართულების შეთავსებით დაიწყო. 7-ში ღამიდან ცხინვალისკენ დაძრულია საბრძოლო მოქმედებებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ჯანაშვილი. რა დროსაც იმავე მიმართულებაზე ნიშნავენ სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელ მამუკა ყურაშვილს, რაც ერთი შეხედვით გაუგებარი გადაწყვეტილებაა. მაგრამ როგორც ჩანს, ყველაზე დიდი განზრახული დანაშაული სწორედ ამ გადაწყვეტილების არსშია. უფრო სამშვიდობო მიმართულება მიდიოდა წინ და ეუბნეოდა ხალხს, რომ აიყარეთ ეხლა და გაერიდეთ, იმიტომ რომ შალვა მოდის ჯანაშვილი, ანუ საომარი მოქმედება იწყება. თუ შალვა ჯანაშვილი რო წინ მიიწევდა, თქვენ მისი აკომპანიმენტი იყავით. ხომ არ იყო ისე, რომ თქვენი სამშვიდობო სტატუსიდან გამომდინარე ნდობიანად გამოგიყენეს იმისთვის, რომ მოსახლეობას გონებოდა, რომ არაფერი ჯერ არ ხდება. კარგად დაფიქრდით, რას გეკითხებით და მიპასუხეთ სიმართლე. ხომ არ იყავით პოლიტიკოსების ხელში? თქვენ მოსაზრებასაც აქვს საფუძველი. ჩემს მოსაზრებას აქვს საფუძველი. თქვენ როგორც სამშვიდობო შტაბის, ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მაპატიეთ გამოთქმისთვის. არ გეწყინოთ, ეს იყო ასე. აგიფარათ, იმიტომ რომ მოსახლეობა გენდობოდათ. ამიტომ მიგავლინეს იმ მიმართულებაზე, ჩემი აზრით. სინამდვილეში იმ მიმართულების რეალური ხელმძღვანელი, რომელიც სამომარი მიმართულება იყო, გახდათ ვანო მერაბიშვილი და მის მოადგილე, ორივე პოლიტიკური თანამდებობის პირი და მოსახლეობაც და თქვენს გაგწირეს. გაწირეს მაშინ კოდორის მოსახლეობაც. ჯერ ჯარი გამოიყვანეს და ისინი დაუცველი დატოვეს. პარალელურად არც კი გააფრთხილეს, რომ ომი იყო მოსალოდნელი. შედეგად ხეობა, რომელიც მტერს არასდროს დაუპყრია, ერთი გასროლის გარეშე ჩაბარდა ოკუპანტს. კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანა. ქარჩაიძე იყო თუ არ ვთქვი? ჯარი არ იყო იქ. ვინ იყო? შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილები. ვისი? შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილები. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტროს ნაწილებიც იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება ვინ გასცა გამოყვანაზე? მე გავეცი. თქვენ გაეცით. მოსახლეობის გაფრთხილება თქვენს მოვალეობაში შედიოდა თუ არა? რო საფრთხე მუქრებოდათ? შედიოდა. არ მითხრათ ახლა რომ გაფრთხილებული იყო. აი რაც ზუსტად ვიცი, ეს არ იყო და არა ვარ ის კაცი რო აქ ისენი დავიწყე. და რატომ არ მოხდა გაფრთხილება? ვერ გავაკეთე და იმიტომ. ვერ შევძელი რა. ხარი ხანდახან ამბავი რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენ. წავე მე მგონი დამაკმაყოფილებელია რა. დიმიტრი გელომას თუ ვეძებს რა ვიცი მოძებნეთ და იქნება. ნამდვილად გაკვირვებას იწვევს გენერალ გოგავას შეიძლება ითქვას ცივსისხლიანი დამოკიდებულებაც კი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხზე საუბრისას. და თუ მართლაც მას ევალებოდა მოსახლეობის ევაკუაცია, ნაცვლად იმისა, ნანობდეს რომ ვერ შეძლო მათი გაფრთხილება, ცინიკურ განცხადებებს აკეთებს პასუხად. დიმიტრი გელომას თუ ვეძებს რა ვიცი მოძებნეთ და იქნება. ორივე გენერალმა აღიარა, რომ პრაქტიკულად ვერ მოხდა ან არ მოხდა მოსახლეობის გაფრთხილება. გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო მაგალითად, რომ მას დრო არ დარჩა, რომ გაეფრთხილებია მოსახლეობის კოდორის ხეობაში. როცა ამას ამბობს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი, ეს არის უბრალოდ კატასტროფული აღიარება, თუმცა რა თქმა უნდა ჩნდება ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო სხვების დანაშაული, ანუ პრაქტიკულად მოსახლეობის გაფრთხილება უნდა მოეხდინა სამოქალაქო ხელისუფლებას, პრეზიდენტი არსებობს, რომელიც პარალელურად მთავარსარდალიც არის, არსებობს უწყებები, რომელთაც ეს უნდა გაეკეთებიათ. ერთი ზარის გაკეთება უნდოდა, რომ კოდორიდან ისევე როგორც დიდი და პატარა ლიახვის ხეობებიდან მოსახლეობა გამოსულიყო. მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, მათ არათუ არ გააფრთხილეს მოსახლეობა კოდორსა და ცხინვალის რეგიონში, არამედ იმის გაგებას ცდილობდა უშიშროების სამსახური ომის შემდეგ, თუ ვისი წყალობით გადაურჩა ეს ხალხის სიკვდილს. ის არ გვაკმარეთ და უშიშროების თანამშრომლები დაგვდევდნენ, თურმე ვინ გაგვაფრთხილა რომ გამოვსულიყავით. ამას ძიობდნენ, თორე იმას კი არა ძიობდნენ, იქ სინამდვილეში რა მოხდა. და ამის მერე თქვენ გაქვთ მორალური უფლება, საერთოდ ნაციონალურ მოძრაობას და თქვენ ხელისუფლებას საზოგადოებას ელაპარაკოთ.
სწორედ ასე გამოიყურება ხალხისა და სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სამწუხაროდ ის ამით არ სრულდება და შემდეგ ნაცმოძრაობა ჯერ ევროსაბჭოს რეზოლუციას უჭერს მხარს, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დაწყებას საქართველოს, ხოლო ომის დანაშაულებს სამხედროებს აბრალებდა. შემდეგ კი ტალიავინის დასკვნას, რომელიც იმეორებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. დღეს კი ის გენერლები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თავად იყვნენ ნაცმოძრაობის პარტიის წევრები, ღიად, მაგრამ რბილად ამბობენ. საპარლამენტო შორისო ასამბლეის ის ცნობილი რეზოლუცია, რომელიც სტრასბურგში იქნა მიღებული. იქ სამხედროების როლი არის აღწერილი. ეთანხმებით იმას? მაგ აზრს არ ვეთანხმები, თქვენ მხარესა ვარ მაგაზე, რომ მაგ მუხსნი არ ვეთანხმები სამხედროებთან მიმართებაში. მაშინ გაურკვეველი ამათთან ერთად რა გინდოდათ? ეს კითხვა მაქვს, რა ვქნა? ეს კითხვა რა შუაში ამ ყველაფერთან. თორე აი გულით გმინდა გიპასუხოთ, მაგრამ ვერ ხვდები რა შუაში ეს. კითხვა არის იზიარებთ თუ არა 16-23 არ იზიარებთ. მიგაჩნიათ თუ არა რომ ეს იყო ქართული სახელმწიფო საწინააღმდეგო ქმედება, როდესაც აბრალებენ ჩვენს ჯარს იმას, რაც მათ არ ჩაუდენიათ. რასაკვირველი აშკარა. ამას გარდა სააკაშვილმა ფიქტიურ კომისიაზე ომიდან რამდენიმე თვეში რომ შეიქმნა, 7 აგვისტოს ცეცხლის გახსნის თაობაზე თქვა. ეს გადაწყვეტილება იყო გარდაუვალი ორი მთავარი გარემოების გამო. დავიწყეთ უთხოვარი დადასტურებული სადაზვერვო მონაცემის მიღება, რომ მათ დაიწყეს მოძრაობა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა. ის სწორედ 7 აგვისტოს ღამეზე საუბრობდა, თუმცა მის მიერ 9 აგვისტოს გაცემულ ბრძანებულებაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ აღნიშნულია, რომ 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა. გამოდის, რომ მან მაშინ იცრუა, ისევე როგორც შესაძლოა დღეს ცრუობდეს ზოგიერთი გამოკითხული, როდესაც თავად სამხედრო ფორმას ამოეფარნენ, იმისთვის, რომ ყოფილი თანაპარტიელებისა და ყოფილი ხელმძღვანელების დანაშაულები დამალონ. თუმცა საგამოძიებო კომისია მუშაობას აგრძელებს და კიდევ უფრო ბევრი, აქამდე უცნობი დეტალი გამოაშკარავდება. სამართლიანობის აღდგენა კი მხოლოდ დროის საკითხია.